ამინ. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის. ღმერთმა შეისმინო ჩვენი ლოცვა ვედრება და ღმერთმა შეიწირო ჩვენი ერთობლივი ღვთისმსახურება. განუზომელია სიყვარული უფლისა ჩვენ და მომართ და განუზომელია წყალობა უფლისა ჩვენ და მომართ ჩემო ძვირფასებო. ნამდვილად რა დიდია ღვთისმსახურება, საღვთო ლიტურგია, სადაც უფალი საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ არა უბრალოდ დამსწრენი ღვთისმსახურებისა, არამედ თანამონაწილენი აი ამ დიდი საიდუმლოების აღსრულების. საღვთო მსახურება, ლიტურგია არის ზეცისა და მიწის შეერთება. ეს არის ერთობლივი ღვთისმსახურება, ჩემო ძვირფასებო, სადაც ანგელოზები ადამიანებთან ერთად უგალობენ უფალს და ადიდებენ უფალს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უხილავად ხდება ეს ყოველივე, მაგრამ ჩვენ ერთობით ერთად ვემსახურებით უფალს და ვადიდებთ და უგალობთ ღმერთს. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ღვთისმსახურებაზე და მის მნიშვნელობაზე და ჩვენ ვიცით რა არის ზიარება. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ორისა და ღვინის გარდასახვით ჩვენ თავად ქრისტეს ვეზიარებით. გაიხსენეთ სიტყვები სახარებინად, სადაც თავად უფალი გვეუბნება, რომ ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, იგი ჩემშია და მე მასში. ეს აღნიშნავს იმას, რომ ყოველი მართლმადებელი ადამიანი ვალდებულია, თუკი ქრისტიანად იწოდება, რომ ეზიაროს უფლის სისხლს და უფლის ხორცს. ზუსტად რომ ევქარისტია, ანუ წმინდა ზიარება არის სიყვარულის აღთქმა უფალთან. ეს არის ზიარება თავად უფალთან. აი ამიტომ არის, რომ დედა ეკლესია გვასწავლის იმას, რომ ლიტურგიის გარეშე ქრისტიანი სულიერად ვერ იარსებებს, სული ვერ ისუნთქებს, ვერ იარსებებს, არ შეუძლია სიცოცხლე ევქარისტიის გარეშე, ანუ წმინდა ზიარების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ამ ქვეყნად შემთხვევით არ იბადება, არამედ ეს მოვლენა არის უფლისგან ძალიან დიდი სიყვარულის გამოვლინება. გაიხსენეთ, როგორ წერია ბიბლიაში, რომ უფალმა თავის ხატად და თავის მსგავსად შექმნა სიყვარულით, ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერი ადამიანი, რომელი ადამიანიც იბადება, უფალი მას ძალიან დიდი იმედით და ძალიან დიდი სიყვარულით აჩენს ამ ქვეყანაზე. და ჩვენ გვაქვს მიზანი და რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ქრისტიანების? ეს არის დაბრუნება აი იმ ღვთის ხატებასთან, რა ხატებითაც შექმნა ღმერთმა, რა მსგავსებითაც შექმნა თავად უფალმა. აი როგორ ამბობს წმინდა ათანასე დიდი, რომ ღმერთიო ადამიანად იქცაო, რათა ადამიანი გამხდარიყო ღმერთიო ადლით. წარმოიდგინეთ, ეს არის ნებისმიერი ქრისტიანის უმთავრესი მიზანი და უმთავრესი მოვალეობა, იმიტომ რომ ნებისმიერი წარმატება თუ სიმდიდრე თუ ამასოფელში ყოფნა დიდება, ეს არის ძალიან მცირე დროით მოცემული ბედნიერება, რაც ხრწნადია, ჩემო ძვირფასებო. მთავარია ღმერთთან ერთობა, მთავარია სულის უკვდავება. ეს ხორცი რამდენი ხანი იქნება ამ სოფლად, ეს მხოლოდ უფალმა იცის. არავის არ აქვს გარანტირებული აქ, რომ მარადილად იცოცხლებს და 100 და 200 და 1000 წელი ცხოვრობს. ძალიან მცირე დროით მოსული სტუმრები ვართ ამ ქვეყანაზე და სწორედ აი ჩვენი მიზანი, თავარი ვალდებულება, რაც გვაქვს ღვთის წინაშე, ეს უნდა პირნათლად ავასრულოთ. ალბათ მოისმენით დღევანდელ სიტყვებს სახარებიდან, რას გვეუბნება თავად უფალი, რომ ვითარცა გნებავს, რათა გიყონ კაცთა, თქვენსა აგრეთვე უყოფით მათ. ეს სიტყვები ერთი შეხედვით, რაც თავად უფალმა გვითხრა, თითქოს მარტივია, მაგრამ აი ამ სიტყვებში მთელი ქრისტიანული ცხოვრების სული და გული დებს, მთელი საფუძველი დებს. ნებისმიერი ადამიანი რომ დაფიქრდეს თავის გულში, რომ ჩაიხედოს, ყველას ქონია ფიქრი და სურვილი, ალბათ ყველას აქვს, რომ ჩვენ და მიიყვნენ ადამიანების სიყვარულით, მეგობრულად, მოწყალებით,
გულთბილად გამგები ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ იშვიათად ფიქრობს ხოლმე ადამიანი, რომ ისე როგორც მინდა მეკცევდეს მე სხვა, ესე ვექცევი მე სხვებს. რა თქმა უნდა, ჯერ აი აქედან უნდა იწყებოდეს ამაზე. ჯერ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ ჩვენ როგორ გვინდა რომ მოგვექცევა და ესე უნდა დავუწყოთ ჩვენ მოქცევა, ჩვენი მოყვას. ესეც მარტივი ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ აქ ნახეთ, უფალი მოითხოვს მთელ სიყვარულს, ქრისტეს მიერ სიყვარულს მოითხოვს და არა იმ დროებით სიყვარულს და ვითომ სიყვარულს თვალთმაგსობა რო ეძახით ხოლმე ჩვენ, მანამ სანამ ადამიანი გვჭირდება ვიყვარს და როდესაც აღარ გვჭირდება სიყვარულსაც ვეღარ უგრძნობთ ხოლმე მის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ არის გამორიცხული. ანუ აქ უფალი ჩვენ ვეუბნება და გვავალდებულებს რაში? კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ შევძლოთ ქრისტეს მიერი სიყვარული. ნახეთ, როგორ არის ნებისმიერი ურთიერთობისას აი სად ვლინდება სიყვარული. არა იქ, სადაც ადამიანი ითვლის თავის სიკეთეებს, არც იქ, სადაც ადამიანი ელის, არამედ როგორც თავად უფალი გვეუბნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ უნდა აძლევდე შენ სიყვარულს. არ უნდა ელოდებოდე. თუნდაც როგორ არის სახარებაში, რომ რა მადლი აქვს თქვენდაო თუ ისეთ ადამიანს ასეწყებო ბოლოს. ვისთანაც იმედი გააქვს, რომ დაგიბრუნებს სწორს. ამას არანაირი მადლი არაა. აი ნახეთ, თურმე სიკეთეთ არ ითვლება ჩემო ძვირფასო. აი რასაც მისცემ, ეს ვალად იქნება თუ როგორც არ უნდა იყოს, არ უნდა მოელოდე. აი და ახლა დღევანდელობაში როგორ არის? ხშირ შემთხვევაში ჩვენ არის შემთხვევები, რომ მოდიან რაღაცას გვეუბნებიან, თუმცა რაღაცას სჭირდებათ. იქ მატერიალური მხარი არის თუ რა არის, რომ გვერდში დავუდგეთ და ჩვენ გათვლით ვუყურებთ ხოლმე, რომ რამდენად იქნება შესაძლებლობა, რომ ეს თანხა თუ გარკვეული რაღაც დაგვიბრუნდეს ისევ ჩვენ. და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ალბათობა დიდია, გავიღებთ ხოლმე იმ დაუშვათ თანხას, ფულს და ვასესხებთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამ მოსავლით. და სწორედ აი ამას გვეუბნება დღეს უფალი, რომ ამაში მადლი არ დევს, ანუ ეს სიკეთის საქმე არ არის ჩემო ძვირფასო. აი სიკეთე ის იქნება, როცა რომ არ დაიწყებ ფიქრს, რომ მე ეს თანხა დამიბრუნდება და ისე რომ გაიღებ და ისე რომ გაუმართავ შენს მოყვას ხელს. რას ამბობს შემდგომ უფალი, რომ გიყვარდით თქვენ მოყვარენი თქვენი, თუ კი უკვე თუ გიყვარს თქვენ მოყვარენი, რა იარს მადლი თქვენდა. ეს ბუნებრივიც არის, როდესაც რომ ჩვენ გვიყვარს ის ადამიანები, რომელი ადამიანებსაც ჩვენ უყვარვართ, მაგრამ უფალი არა ადამიანური საზომით გვასწავლის სიყვარულს, არამედ ზეციური საზომით. ნახეთ, რას გვეუბნება, რომ გიყვარდეთო თქვენი მტრებიო და აკურთხეთო თქვენი ბოროტის მოქმედებიო და დაეხმარეთ მათ, ვისაც არ იმსახურებენ. აი ჩვენ როგორც ვთვლით ხოლმე, რომ აი ეს ღირსი არ არის, ის იმას არ ემსახურება. პირიქით, შენ ნებისმიერ შემთხვევაში შენ ვალდებული ხარო გიყვარდეს ნებისმიერი მოყვას. ვალდებული ხარო ნებისმიერ ქრისტიანს გვერდში დაუვდე. გახსოვდეთ უფლის სიტყვები სახარებიდან, სადაც გეუბნებათ უფალი, რომ როდესაც შიშველი ვნახე, შემოსეო, საპრობილეში მინახული, რომ შეირო ვიყავი, ბაჭანო, წყურვალი რო ვიყავი და ამალ ცუდად რო ვიყავი მიმკურნალიო. ესენი გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერ ქრისტიანში დაინახეთ ქრისტეს ხატება და მსგავსება. ნებისმიერ ადამიანში დაინახეთ თავად უფალი და თუ კი აი ამას მიაღწევთ თქვენ, თუ კი აი ამას დაინახავთ, დამიჯერეთ, აღარ განასხვავებთ შემდგომ ადამიანებს ერთმანეთისგან. აღარ დაუწყებთ მერე საზომით, მიწიერი საზომით ყურებას. სწორედ ეს არის ნიშანი ღმერთის შვილობისა. რატო? იმიტომ რომ თავად უფალი გვეუბნება, რომ ტკბილარს უფალი უმადლოდ თათვისა და უკეთურთა, როგორც დღეს აღმოვიკითხეთ სახარებაში. აი ნახეთ, მზეს, როდესაც აჩენს უფალი, აჩენს ცოდვილებისთვისაც და აჩენს მართლებისთვისაც ხო? როდესაც წვიმს, წვიმა მოდის არა მარტო მართლებისთვის, არამედ ცოდვილებისთვისაც. როგორც უფალი არ განასხვავებს ერთმანეთისგან, ესე არ უნდა განვასხვაოთ ჩვენ ერთმანეთისგან. ანუ თუ ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ჩვენ მტერს სიყვარულით უპასუხებთ და
და დავიწყებთ ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს და აი ქრისტეს მიერი თვალებით ყურებას მაშინ ჩვენში იმოქმედებს სული წმინდის მადლი და სწორედ მაშინ ხდება ადამიანი, როგორც აღმოვიკითხეთ სახარებაში დღეს ძე მაღლის. სწორედ აი ამ დროს იწყებს ადამიანი უფლისშვილობას, ღვთისშვილობას. თუ შენ დაინახავ მოყვას რომ გარკვეულ პრობლემაშია და ის პრობლემა შენი გულის ტკივილით იქცევა, აი ეს უკვე ქრისტეს მიერი გრძნობა არის ჩემო ძეგლზე. აი რამდენჯერ ყოფილა რომ დაგვინახია ვიღაცა და რა მიხედავს თავს მე რა სადაც ამასტალებს და გაუვლის. არა, ეს რა თქმა უნდა ქრისტიანული მიდგომა არ არის. ეს ის გული არ არის რომელ გულსაც სიყვარული შეუძლია უფლის. არ არის ეს ისეთი გული. ასე რომ ჩვენ ვალდებული ვართ ჩემო ძვირფასეო რომ ქრისტეს თვალებით უმზიროთ ყველას და ყველაფერს. თუ კი ადამიანი ასე ცხოვრობს, ნეტარია ნამდვილად, იმიტომ რომ დგას იმ გზაზე, იმ სავალ გზაზე, სადაც იწყება ზეციური სიხარული, რომელიც სიხარულიც არასოდეს არ სრულდება. და ღმერთმა მოგმალოს ეს სიხარული ჩვენს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ უფალმა. მოგმალოს ყველას ერთად კეთილგონიერება, სწორი ხედვა ამ ცხოვრებისა, სწორი ხედვა მართლმადიდებლობისა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავის კომფორტზე აწყობს ხოლმე ქრისტიანობასა, თვითონ სარწმუნოებასაც კი თავისზე ირგებს ხოლმე, რაც ყოვლად დაუშვებელია. არც ეს შემთხვევაში არ უნდა გაკათნიერდეს ადამიანი და არ უნდა დაიწყოს თავის კომფორტზე სარწმუნოების მოგება. ეს ძალიან ცუდია. ეს არის იგივე ღვთის ღალატი ჩემო ძვირფასე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და მოგმალოთ უანგარო სიყვარულის უნარი. მოგმალოთ ჩვენ ყველას ერთად, რომ გავიხაროთ იმ სიხარულით, რომელიც სიხარულით ზეციერი სიხარულია და რომელიც სიხარულით არასოდეს ამთავრდება. იცოცხლით და გაიხაროთ. ღმერთმა დაგლოცოთ.